71 წლის აზა ჩილაჩავა უკვე 1 წელია რუსთაველის გამზირზე თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. დღეს კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ის სამართალდამრღვევად ცნოდა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. მიზეზი პირბადის ტარებაა, რაც დასჯადი ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში მიღებული დრაკონული კანონმდებლობის შემდეგ გახდა. თუმცა როგორც თავად აზა გვიყვება, ვერც ეს გადაწყვეტილება და ვერც თუნდაც პატიმრობა ვერ შეაჩერებს იბრძოლოს, რათა მომავალ თაობას ევროპული საქართველო დაუტოვოს. მე დავდგები იმ რუსთაველზე, მე არ შევწყვეტ სიარულს. ჩემი პროტესტი მე გამაჩნია, რადგან მე რუსეთის არ მივიჩნევ მოყვარე, მე რუსებს მივიჩნევ მტრად, რადგან მე ბევრი რაღაცა ვნახე გაგრის აღების პერიოდში, ჩემი თვალით ყველაფერი ნანახი როგორ ეყარენ ჩვენი ჯარისკაცები, მოსახლეობა. მე ყოველთვის ვიტყვი, განვაცხადებ, რომ რუსეთი არის მტერი. მე ვერ გავჩერდები, მე ვერავითარ შემთხვევაში სახში არ დავშები. მე სანამ დამაპატიმრა ამ საღამოსაც გავალ. მე ესენი ვერ შემაშინებენ. აზა ჩილაჩავას სასამართლოდან უწყება დღეს პროცესის დაწყებამდე 40 წუთით ადრე ჩაბარდა. მისმა ადვოკატმა სხდომის გადადება ითხოვა სასამართლოში გამოსაცხადებლად არაგონივრული ვადის განსაზღვრის გამო, რასაც სასამართლოს შემადგენლობა თითქოს დათანხმდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩართო და მისი მცდელობის მიუხედავად პროცესი გადაედოთ დღესვე გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება. ისე რომ სხდომას არც თავად აზა ჩილაჩავა და არც მისი ადვოკატი არ დასწრებია. პროცესის გადადება მოითხოვა, დავაყენე ასევე შუამდგომლობა, იქნებ შიშიმოპირის სტატუსი აქვს განსაზღვრული, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით საქმის წარმოების ან პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და გაგრძელდა სხდომა. სიტყვიერი შენიშვნა შემოიფარგლა სასამართლოს, რომელიც ასევე შეიძლება გასაჩივრდეს 10 დღის ვადაში და ქალბატონაზეს ამის თაობაზეც ვაცნობე. არ გავჩერდები. არ დავნებდებით. კიდევ ერთი პირი, რომელსაც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს სასამართლოში გზის გადაკეტვას ედავებოდა 76 წლის გიორგი ვაჩაძეა. ისიც აზა ჩილაჩავას მსგავსად ბოლო 1 წლის განმავლობაში ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე დგას. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნოდა, მასაც სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. ყველა ვარიანტში გავალთ, იმიტომ რომ რასაც ვაპროტესტებთ, იქ გამოსწორდა რამე, არაფერი არ გამოსწორებულა თავისახში, ესე იგი თლად შევშინდე და დავჩმორდე ბოდიში ამ სიტყვებისთვის. ანამდე არ შეიძლება სიტუაცია ქვეყანაში იზრდება გავაგრძელოთ, რაც მექვია შიში. შიში ნიშნავს იმას, რომ უთმობთ ქვეყანას თურქს, სპარს, არაბ, მონღოლზე უარეს ძალას. არა, მაგას არ ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთი საქმე, რომელზეც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესი იყო. მოსამართლემ მასაც სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. მასაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თუმცა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა. მათი განმარტებით თავართქილაძე პოლიციაში თავად გამოცხადდა და უწყებასთან ითანამშრომლა. ეს რაღაც განწირული ფაფხურია. მათ უნდათ რაღაცა შეთხზან 24 საათი დაჭირდათ ამისთვის, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდნენ რომ არიან ეს სიტყვა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ფარჩაკები. ამბობენ რომ მე თითქოს ვითანამშრომლე. მე რანაირად ვითანამშრომლე, როდესაც ვამბობ რომ მე არ ვაღიარებ მათ როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ ამას როგორც დანაშაულს, მე მივედი აღწერე ფაქტი, რომ ეს მე გავაკეთე და მე ვუთხარი პირდაპირ რომ ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც მოიქცეთ ჩემს თანამებრძოლებს. აი ეს თუ რამენაირად რამე ლოგიკით არსებობს სადმე რამე ლოგიკა რომ ეს არის თანამშრომლობა, მაშინ მობრძანდნენ ვისაუბროთ თანამშრომლობას, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძახის, თანამშრომლობა არის სამართალდარღვევის აღიარებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, ეს არ იყო სამართალდარღვევის აღიარების შესახებ თანამშრომლობა, ეს იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგიმ გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მაგრამ ის თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევდა. გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის 8 დღიანი პატიმრობა ირაკლი წულაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა განუსაზღვრა. ჟურნალისტმა სხდომაზევე განმარტა, რომ არ ცნობს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და ამ ფორმით საკუთარი პროტესტის გამოხატვას ცდილობდა.
არანაირი გზის გადაკეთებას ადგილი არ ქონია ისე როგორც სხვა შემთხვევებში. ახოსანაირს დავესესხები, რუსთაველის გამზირზე რაც ხდება, ეს არის ყველაზე ბუნებრივი პროცესი და რა თქმა უნდა, არანაირ ხელოვნურ გადაკეთებას ადგილი არ ქონია. 8 დღიანი პატიმრობა შეეფარდა გიორგი წულაიასაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს. მისი თანაგუნდელების თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ აქტივისტების დაშინებას ემსახურება. შესაძლოა მხარეს ქონდა რამდენიმე ვიდეო მასალა წარმოდგენილი საქმეში, აქედან ვალიდური არ იყო არც ერთი და მხოლოდ ერთში ჩანდა 3 წამის განმავლობაში, როგორ იდგა გზის სავალ მხარეს არა. უშუალოდ გზის პირას ახლოს იდგა გიორგი წულაია, რაც როგორც თქვი, არ არის კანონ საწინააღმდეგო ქმედება და ეს არის ჩვეულებრივად გამართლებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა სამწუხაროდ სასამართლო მიიღო უსამართლო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და 8 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა გიორგი წულაიას. აბსურდულია, სასაცილოა ეს ყველაფერი და ეს ვერ შეაჩერებს პროტესტს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ბრაზი რაც გროვდება და შედიან თითოეული ქართველის ოჯახში და თითოეული ქართველის, რა ვიცი, მეგობრებთან, ნათესავებთან და ამწარებენ ამ ადამიანებს, მიუბრუნდება ბუნებრივი პრინციპი აუცილებლად. დღესვე დააკავეს მწერალი აკაკი ველთაური, ლიზი უბილავა და არჩილ გიორგობიანი. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად დევნის დემონსტრანტებს, რომლებიც 325 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავენ. გელა გელაძის უწყება დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტას არ აპირებს. მეტიც აანონსებენ, რომ დაპატიმრებების სერია კვლავ გაგრძელდება.